ძალიან ბევრი ადამიანი მიისწრაფება სტაბილურობისკენ. სურთ სტაბილურობა, უნდათ სტაბილურობა, ეძებენ სტაბილურობას ცხოვრებაში, ურთიერთობაში, რა ვიცი, ფინანსებში, ყველაფერში, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ სინამდვილეში სტაბილურობა არ არსებობს, სტაბილურობა არის ილუზია. ნათქვამია, ხო? ყველაზე მეტი სტაბილური ამ ცხოვრებაში არის არასტაბილურობა. სინამდვილეში სტაბილურობა არის ჭაობი. ადამიანი როგორც კი აღწევს ამ თითქოს და სტაბილურობას, ხო? აი მაგალითად სტაბილური სამსახური აქვს, იცის, მაგრამ რამდენად სტაბილურია? რა გარანტია გაქვს, რომ ხვალ და ზეგ არ გამოგიშვებენ? არანაირი გარანტია არაფერში არ არსებობს. ცხოვრებაში არ არის გარანტია. და სტაბილურობას ადამიანი როგორც კი მიაღწევს, იწყენს მერე. ცვლილებები უნდა ცხოვრებაში. უკვე მოსაწყენია, აღარ აინტერესებს. იმიტომ რომ ადამიანს გენეტიკურად აქვს შიგნით ჩადებული, რომ ჩვენ ვითარდებით. ყოველდღე ვიცვლებით, ყოველდღე ვითარდებით. ჩვენი მილიონობით, ტრილიონობით უჯრედი გვტება და იბადება თავიდან. ანუ ორგანიზმიც კი ყოველდღე ფუნქციონირებს, იცვლება და ახლდება. ჩვენი ორგანიზმი რეგენერაციას გადის, იცვლება ყოველწამიერ ყველაფერი. დღეს შეიძლება ესე ვფიქრობდეთ, ესე ვიყვეთ, ხვალ უკვე სხვანაირად ვიყვეთ საერთოდ. შეიძლება ერთი ფრაზა გავიგონოთ რაღაცა ამ წამს და საერთოდ ხედვა შეგვიცვალოს ცხოვრებაში და საერთოდ შევცვალოთ ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ მთავარია ის კი არა, რომ სტაბილურობას ვეძებდით. მთავარია ის, რომ სტაბილურად ვიზრდებოდეთ, სტაბილურად მიდიოდეს ეს ცვლილება ზრდაში, არა უკან, არა დეგრადაციაში. და როდესაც თქვენ ამ არასტაბილურობაში იგრძნოთ თავს, როგორც თევზის წყალში, აი მაშინ უკვე მიხვდებით, რომ თქვენ მოიპოვებთ შინაგან სიმშვიდეს, ანუ როდესაც შეწყვეთ ამ სტაბილურობისკენ დევნას. როგორ თქვა, მოიცადეთ ქართულად ახლა ძებნას არა სტაბილურობა როგორ უნდა ეძებო. ანუ შეწყვეთ ამ სტაბილურობის მოპოვების სურვილი თუ შეგიწყდებათ, ხო? და მიხვდებით, რომ სტაბილურობა არაა და ვერასდროს ვერ მიაღწევთ სტაბილურობას ცხოვრებაში. იმიტომ რომ ცხოვრებაში ეს ცოცხალი ორგანიზმია, ხო, დედამიწა, ჩვენი ცხოვრება, ენერგია, სულ იცვლება რაღაცა და ვერ იქნება ვერანაირად სტაბილურად. და როდესაც ამასაც გაიაზრებთ და მიხვდებით, ხო, თქვენი ცხოვრება მკაფიოდ შეიცვლება. კარგ მხრივ შეიცვლება, თქვენ უბრალოდ დაიწყებთ სიამოვნებას მიიღებთ პროცესისგან, ანუ ყოველდღიური ცხოვრებისგან. კი, მე მაქვს ახლა ჩემი მიზნები, ყველას აქვს ჩვენი მიზნები. მე მივდივარ ამ მიზნებისკენ, მაგრამ მე სიამოვნებას ვიღებ ყოველდღიური ცხოვრებიდან, ხო? ამ გზით, რა გზითაც მივდივარ. და ჩვენ რა გვინდა, აი მაგ მიზანი, აი როდის მივარ იმ მიზამდე და ამ გზას არავინ არ უყურებს. ანუ ეს გზა, რატომღაც A და B რო არის, ხო? უცებ გვინდა B-ს, მაგრამ ამ B-მდე გზა არის გასავლელი. და ეს გზა არის ცხოვრება, სიცოცხლე. ამიტომ იცხოვრეთ სიცოცხლე. არ უნდა რაღაცეებზე დევნა, უბრალოდ იცხოვრეთ სიცოცხლე. დატკბით ამ ცხოვრებით, ყოველდღიურობით. აი დღეს გავიღვიძე კიდე ერთი დღის შანსი მაქვს, რომ ჩემ მიზნისკენ მივიდე. ხო? უფრო მიახლოვდე ჩემ მიზანს. სიამოვნებით, გახარებით, შინაგანი ჰარმონიით და ბედნიერებით. არა ტანჯვით, ვაიმე, როდის მე მივაღწევ ამ მიზანს, როდის ამი სრულდება, აგი სრულდება, ყველაფერი ხდება თავის დროზე. იმ დროს, როდესაც უნდა მოხდეს. და ყველაფერი ხდება ისე, რაც არის შენთვის საუკეთესო. აი ამას რო გაიაზრებ, რომ ყველაფერს ყოველთვის ღმერთი გაძლევს ყველა ვარიანტების საუკეთესო ვერსიას, რაც შეიძლება ამ მომენტში შენთვის მოიყვეს. თუ რაღაცა პრობლემა გაქვს, ხო? უნდა მოგივიდეს იმ პრობლემის საუკეთესო ვერსიას გაძლევს. ანუ დიდი პრობლემის მაგალითად შეიძლება პატარა მოგწეს. თუ ეს ვერ გადალახე, ვერ გაიაზრე გაკვეთილი, ნუ მერე შეიძლება უფრო დიდი. და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის თქვენ ღებულობთ
იმ მომენტში რაც შესაძლებელი იყოს საუკეთესო ვარიანტს. იმაზე ვარისი შეიძლება რამე ყოფილიყო. ამიტომ ჯერთი ამის მადლიერი იყავით, რაც საგაქვთ დღესდღეობით თქვენ ცხოვრებაში. რომ მიიღოთ მეტი. თუ არა ხარ მადლიერი, ვერ მიიღებ ვერაფერს. იმიტომ რომ მადლიერება არის უძლიერესი ენერგია, უძლიერესი ვიბრაცია, რომელიც იზიდავს ყველაფერ კარგს. და როდესაც თქვენ მათხოვრის როლში ხართ და რაღაცებს თხოვთ, ითხოვთ ღმერთს, სამყაროს არა აქვს მნიშვნელობა, ხო, როგორ ვის რას თხოვთ, ანუ რას დაარქმევთ სიტყვას, უბრალოდ ჩვენ ვარქმევთ ღმერთს, თორე არა სიტყვა არ არის, ხო? შესაბამისი, რაც შეიძლება დაარქვას. სამყარო აბსოლუტი რაღაცა ენერგია, ზოგი, სხვადასხვანაირად არქმევ. ჩემთვის უფრო მარტივია ღმერთი. ითხოვ, რას ქვია ითხოვ, რას ქვია თხოვ. ღმერთი სიტყვებს ვერ გებულობს, გებულობს ვიბრაციებით. და შენ როდესაც ითხოვ, ანუ შენ ეს გაკლია, შინაგანად არ აქვს. და შინაგანად რაც არ აქვს, რას მიიღებ? ვერც ვერაფერს, გაამრავლებ ის რაც არ აქვს. და უფრო მეტი არ გექნება. მიხვდით, აი მე მინდა რომ აქ ჩაწვდეთ რა, უფრო ღმად. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, აქ არის ძალიან სიღრმისეული აზრი ჩადებული. ანუ თქვენ ვერ მოითხოვთ იმას, რაც არ გაქვთ. ანუ ის არ მოგივათ თხოვნის სახით. ამიტომ უნდა თუნდაც არ გაქვთ ეხლა მადლიერებით უთხარით ღმერთს, თითქოს გაქვთ. აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, აი ნებისმიერ რამეზე, აი უბრალოდ უმარტივესი რო იყოს თქვენთვის გასაგები, მაგალითად არა გაქვთ სახკარი, ხო, ხართ ნაქირავებში. სიტყვაზე ღმერთო, მადლობა რომ აქვს ჩემი სახკარი, რომ ცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში, ბედნიერი ვარ, დილით ყავას ვადუღებ, აი ესე ამდენი საძინებელი მადლიერი ვარ, მადლობა ამისათვის. და ეს შეიგრძენით, ეს მადლიერება შეიგრძენით, ეს გრძნობა, როგორ გააქვთ უკვე ეს ყველაფერი მიღებული. და ეს ენერგია წავა ღმერთთან დამუშავდება და მერე მატერიის სახით დაბრუნდება თავის დროზე, როდესაც თქვენ ამას მიიღებთ მაშინ. ყველა სხვადასხვანაირია, ხო? ენერგიის ძალა და ვიბრაცია. რაც უფრო ძლიერი ენერგია გაქვთ, მით უფრო მარტივად ხდება მატერიალიზაცია, მაგრამ შეიძლება რაღაც საოცრებაც მოხდეს. არავინ არ იცის როგორ მიიღებთ თქვენ. შეიძლება ეხლა არც გქონდეთ მაგის საშუალება, მაგრამ მერე გამოჩნდეს რაღაცა საშუალებები, რაღაცა მომენტები ისეთი, რომ თქვენთვის ჩავარდეს რაღაცა ისეთი მომენტი, რომ შეძლოთ ამის შეძენა. არაფერი არ არის სამყაროში შეუძლებელი, თუ ადამიანი ამას მოინდომებს. გულწრფელი გულით მოინდომებს. ღია გულით მოინდომებს. და შემოქმედებითი ძალა იქნება, არა დამანგრეველი. ანუ სხვაზე გაცემული ბოროტება, ანუ სხვისი დაჩაგვის ხერხით არ იქნება, ანუ ეს იქნება უპირობო სიყვარულის ენერგია, მადლიერების ენერგია. აი მაშინ მიიღებთ. თუ თქვენ რაღაცა გსურთ ისეთი, რომ ამითი სხვა დაშავდება, ნუ მერე უკვე თქვენთან დავბრალეთ, რაც მოხდება. ყველაფერზე არის უკუპასუხი. ჩვენ რასაც გავცემთ, როდესაც გასცემ მადლიერებით ეუნები ღმერთო მადლობა, ჯანმრთელი ვარ, ბედნიერი ვარ, წარმატებული ვარ, რეალიზებული ვარ, ეს ყველაფერს ეუნებით, ზუსტად ამას იზიდავთ. იმიტომ რომ იმდენად ძლიერია მადლიერების გრძნობა. და როდესაც ითხოვთ და თხოვთ, აუ ღმერთო გთხოვ, არა გაქვთ და იზიდავთ, უფრო ამრავლებთ აი იმას, რაც არა გაქვთ. და უფრო მეტი არ გექნებათ. ამიტომ დაფიქრდით ამაზე. და სწორად ისწავლეთ საუბარი ღმერთთან, საკუთარ თავთან. და შინაგანი ჰარმონია და ბალანსი, როდესაც გექნებათ, ყველაფერი დალაგდება ერთგულივ.